ამრიგად ზეიმი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის სტადიონ აქჩაბად ფათიქ სტადზე გრძელდება მილოცვები, რა თქმა უნდა კლასიკური ტრადიციული დერეფანი, გამარჯვებული გუნდი ამჯერად საქართველოს ნაკრები თავის მეტოქეს ტაშით აცილებსა და მადლობას უხდის იმისათვის, რომ ისინი დღეს მოედანზე იბრძოდნენ ვაჟკაცურ ბრძოლაში. მართალია ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეტოქე რაგბიში ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ ეს ჩინებული თამაში ითამაშო და იგი ამისთვისაცაა პატივსაცემი. მერე შემდეგ მეორე დერეფანი მოეწყო, ახლა უკვე დამარცხებული გუნდი გადაუხდის მადლობას გამარჯვებულ გუნდს. ილიას ზედგინიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი მორაგბე, რომელიც წლევანდელ ციკლში ჩინებულად ირჯებოდა და ისიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახლა აქჩაბად სტადზე ჩამოივლის საპატიო წრეს. ძალიან რთული იყო ჩვენთვის. ვემზადებოდით ძალიან სერიოზულად და მე მგონი კარგი მომზადებით, აი კარგი თამაშიც ვანახეთ. ვილოცავთ ყველას. დიდი მადლობა. ამდია სავსე და ისინიც დღევანდელი გამარჯვების შემოქმედნი მალხაზ ურჯუკაშვილი, სანდრო თოდუა, დავით კაჭარავა, თედოსი ბზიბაძე, ირაკლი მაჩხანელი, მერაბ კვირიკაშვილი, გუნდისთავი ირაკლი აბუსერიძე, დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, ლევან დათუნაშვილი, ილია ზედგინიძე, გიორგი ლაბაძე, გიორგი ჩხაიძე, ბესო უდესიანი, ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი გიორგაძე, ლაშა მალაღურაძე, გოდერძი შველიძე, გოდერძი გიორგი ნემსაძე, ლაშა თავარდგილაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი ტიმ ლეინი, მისი ასისტენტი ილია მაისურაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი ჯონი ნამუ ახალი ზელანდიიდან, მენეჯერი ვასილ აბაშიძე, საქართველოს ნაკრების ექიმები ოტე კილაძე, ბესო აბრამიშვილი, ყველა დღევანდელი გამარჯვების შემოქმედი, ყველამ ვინც გაიღო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი და აი ეს უდიდესი ზეიმი აჩუქა ჩემერს. მადლობა ამ ბიჭებს ამ გარჯისათვის, მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ ტრაპიზონში მოწმედა მონაწილეა იმ შემართებისა, იმ თამდავდებისა, იმ მართლაც ვაჟკაცური სულისა, რომელიც დღეს ქართველ მორაგბეებს არ დაკლებიათ. ჩინებულია ეს ყველაფერი, ზეიმი გრძელდება და გაგრძელდება კიდეც. არ არის მარტო ჩვენი გამარჯვება, ეს არის მთელი ერის, მთელი საქართველოს და დიდი მადლობა ამ ხალხს, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ რა. დიდი მადლობას მოგახსენებთ სულ ყველას. სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი, ფეხზე ამდგარი, გესმით ალბათ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს მღერის და ისე აცილებს გასახდელისკენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს. იმათ, ვინც დღეს აი ამხელა სიხარული მოვანიჭეს, ამხელა სიხარული მიანიჭეს სრულიად საქართველოს. კიდევ ამზადებენ ალბათ ინტერვიუებს ჩემი კოლეგები. თუ ექნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, კიდევ მოგასმენინებთ ასს, მაგრამ სათქმელიც და სანახავიც უკვე შედგა ზეიმი აქ და შედგა ეს ზეიმი ჩვენი ქართველი მორაგბეების თავდადების და გამო. აქვე მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ პირველი ქართულენოვანი პირდაპირი რეპორტაჟი უცხოეთიდან, რომელიც როგორც ტექნიკურად, ასევე შემოქმედებითად უზრუნველყო საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. დიახ, ეს ქართულ ტელესივრცეში პირველი შემთხვევაა, როდესაც
ჩვენი მოძრავი სატელევიზიო სადგური, უცხო ქვეყნიდან გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს. შეიძლება ეს არ არის ახალი თავფურცელი ამ ტელევიზიის ისტორიაში, მაგრამ ფაქტი უდავოდ აღნიშნის ღირსია. პირველია ის შემთხვევა, როდესაც აი ამდენი გულშემატკივარი უცხო ქვეყანაში მიყვება თავის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ამას უდაოდ იმსახურებს. ასეთ ამაღლებულ ნოტაზე მინდა დავამთავრო ჩვენი პირდაპირი რეპორტაჟი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონიდან. გადაცემა მოაწყო პირველმა არხმა, გადაცემის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი, კომენტატორები ზაალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე. უშუალო მოწმენდა მონაწილე ყოველივე ამისა. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და უკეთესი მომავლის იმედით, გემშვიდობებით. გამარჯვება მოგიშალოთ ღმერთმა.